გამარჯობა, მე ვარ ბაია ჯანელიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი დამთავრებული. დავამთავრე 2009 წელს. და ახლა ვსწავლობ გერმანიაში, ქალაქ კასელში, ვაგრძელებ მაგისტრატურას და ვაღრმავებ ჩემსწოდნეს სოციოლოგიაში. ახლა მინდა გირჩიოთ, თქვათ რატომ არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კარგი და პოზიტიური სტუდენტი აბიტურიენტისათვის რომ ჩააბაროს იქ. ანუ ჩემ გამოცდილებას მოგიყვებით. პირველ რიგში მოგიყვებით თქვათ მე რატომ ჩავაბარე. როდესაც ვიყავი აბიტურიენტი, სხვადასხვა ნაცნობი წრისგან გავიგე ამ უნივერსიტეტის არსებობის შესახებ და დამაინტერესა. მივედი, დავესწარი რამდენიმე ლექციას და ანუ რამაც მომხიბლა ყველაზე მეტად. ეს იყო ლექციისა და სემინარის ფორმა. ანუ როგორი დისკუსიები იმართებოდა პროფესორსა და სტუდენტს შორის და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო იმ მომენტში ჩემთვის გარდა იმისა რომ თქვა თვითონ ლექციის შინაარსი იყო საინტერესო იყო ის თავისუფლება აზრის გამოხატვის რომელიც ძალიან მკაფიოდ იგრძნობოდა ლექციისა თუ სემინარის განმავლობაში. ანუ ეს მაშინ დავდიოდი თავისუფალ მსმენელად 2 თუ 3 თვის განმავლობაში. და შემდეგ უკვე ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ახლა რა გამოცდილება მივიღე მე იქ პირველ რიგში რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მე დავამთავრე ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და შემიძლია თავისუფლად თქვა რომ გავეცანით ჩვენ და ვისწავლეთ ყველა კლასიკური ტექსტი, რაც არის თქვა ბაზისური და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩემთვის არის ის უნარი ინტერპრეტაციის, რომელიც ვისწავლე მე ამ 4 წლის განმავლობაში. ანუ რატომ არის ინტერპრეტაციის უნარი ყველაზე მნიშვნელოვანი? ახლა, როდესაც უცხოეთში ვარ, ანუ იქ არავინ არ ითხოვს ტექსტის რაღაცა ისეთ ცოდნას, რომ შენ შემდეგ ის ტექსტი მოუყვე ან რაღაცა ამდაგარი გააკეთო. იქ საერთოდ არ არსებობს ესეთი რაღაცა, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ შენ გაქვს წაკითხული ეს ტექსტი და ეს წაკითხვა ნიშნავს იმას, რომ შენ როდესაც მიდიხარ სემინარზე, შენ ახდენ ამ ტექსტის გადმოცემას, ოღონდ არა შინაარსის, არამედ ინტერპრეტაციის და დაკავშირებას სხვა ავტორებთან, სხვა ტექსტებთან და ასე შემდეგ. რაშიც მე მართლა თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ძალიან დამეხმარა და მე იქ მივიღე პრინციპში ეს ცოდნა. ანუ თქვათ რა შემიძლია კიდევ ვთქვა, ხო? არსებობს, ახლა მე ვსწავლობ სოციოლოგიას მაგისტრატურაში და ვთქვათ, იქ გერმანიაში საკმაოდ დავიწროებულია ეს სფერო. და ანუ და როდესაც მე ვთქვათ, რითიც შემიძლია ვთქვა, რომ იქ გამოვირჩევი, ხო? გამოვირჩევი შედარებით, რა თქმა უნდა, ყველა სტუდენტი ახდენს რაღაცით თვითრეპრეზენტაციას, ანუ საკუთარი თავის პრეზენტაციას და ეს არის ის, რომ როდესაც ხდება რაღაცა ტექსტის გარჩევა და დისკუსია მიმდინარეობს, მე შემიძლია მოვიყვანო მაგალითად მაგალითები ფილოსოფიური ტექსტებიდან, რაც იქ ნამდვილად ძალიან დაფასებულია. გარდა ამისა, თქვათ, ეხლა მე რასაც ვამჩნევ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ძალიან ვითარდება გარემო იქ და არის ძალიან მიმზიდველი სტუდენტისათვის, ანუ რას გულისხმობ გარემოს განვითარებაში. გარემოს განვითარებაში გულისხმობ იმას, რომ არის ბიბლიოთეკები, არის თქვათ კაფეები, ძალიან კარგი, სადაც არის ძალიან კარგი სიტუაცია სტუდენტისთვის, არის უნიკინო, სადაც უშვებენ კლასიკურ ფილმებს და ძალიან საინტერესო ფილმებს, ცნობილს. და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ახლა შეიძლება ერთი გადმოსახედით ითქვას, რომ ნუ ხო მე რა საქართველოში ძალიან ხშირად ვერ ხვდებით ხოლმე ამას, მაგრამ პირიქით ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტისთვის ის, რომ გარემო მის გარშემო არსებული იყოს კომფორტული და რომ სტუდენტმა მოახდინოს საკუთარი თავის იდენტიფიცირება როგორც სტუდენტის. ანუ და ეს არ შედის მაგალითად გარდა სწავლისა არსებობს კიდევ აი ეს გარემო, რომელიც ახლა ვახსენებ, თქვათ, იგივე ბიბლიოთეკა, რომელიც გაქვს კარგი, იგივე სიტყვაზე უნიკინო და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის სტუდენტის ცნობიერების ჩამოყალიბებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია და აი ამ სხვადასხვა მიზეზების გამო მე ნამდვილად ვთვლი, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი საქართველოში.